დაგებრუნდით ძვირფასო ტელემაყურებლებო, მე შეგახსენებთ, რომ ჩემი სტუმარია ბატონი სოსო ბარათაშვილი, ადვოკატი და უზენაეს საბჭოს დეპუტატი, ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლი, რეგიონალური პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელი. სამწუხაროდ ჩვენ პირველ ნაწილში შევეხეთ იმ ჩვენს წარე ისტორიას, რომელიც მოგვიტანა იმ ჩვენმა სამოქალაქო ომმა და მისმა შედეგებმა. მას შემდეგ ბევრმა წელმა გაიარა, მაგრამ საქართველო მაინც გზაგასაყარზე დგას. დღეს საქართველო მიუხედავად იმისა, რომ ოცნება მოახერხა და უიარაღოდ და უბრძოლველად თოფის გასროლის გარეშე დაამარცხა ნაციონალური მოძრაობა, სამწუხაროდ გარდამავალი პერიოდი მაინც გრძელდება. მე ამას სხვას ვერაფერს ვერ დავარქმევ, იმიტომ რომ ხელისუფლების მთლიანი აღება ოცნება მაინც ვერ მოახერხა და მთელი რიგი სტრუქტურები დღემდე ნაციონალური მოძრაობის ხელშია. ჯერ იყო სასამართლო, რამაც ხელი შეუშალა მნიშვნელოვან სამართლის აღსრულებაში და სამართლიანობის დამკვიდრებაში, რამაც უეჭველად გამოიწვია ოცნების მიმართ აგრესია მოსახლეობის და ეროვნული ბანკი, რომელიც ერთ-ერთი საკვანძო რგოლია, რამაც უახლოეს ხანში საქართველოს თითოეულ მოსახლეს აგზნობინა თურას ნიშნავს, როდესაც ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი შენი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებს და მან ფაქტიურად ძირი გამოუთხარა ლარის სიმყარეს. მე მინდა ბატონო სოსო შეგიკითხოთ, ჩვენ დღეს აი იმ გადმოსახედიდან, რაც მე და თქვენ ერთად გვაქვს გავლილი 90-87 წლიდან მოყოლებული. რა მიმართულებით მიდის საქართველოს? სწორი მიმართულებით მიდის თუ არ მიდის სწორი მიმართულებით? ეკონომიური თვალსაზრისით, სამართლებრივი თვალსაზრისით. ჩვენ ანალიზს გავაკეთებთ, გამსახურდიას ხელისუფლება დაამხეს. შევარდნაძის ხელისუფლება დაამხეს. ფაქტიურად შვიდობიანად მოიშორეს მხოლოდ და მხოლოდ სააკაშვილის ხელისუფლება. რა ემუქრება ამ ხელისუფლებას, რომელიც ახლა არის, მით უმეტეს თუ შევამჩნევთ საგანგაშო ტენდენციებს, რომელიც ქვეყანაში განვითარდა, კვლელობები გახშირდა, ტერაქტები გახშირდა, გაძლიერდა საქართველოს საერთაშორისო იმიჯის შელახვის მცდელობები, ლობისტური ორგანიზაციები პირდაპირ ბლოკავენ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას. პარლამენტში ძალიან აირდა-აირია სიტუაცია, კოალიცია დაიშალა, ნაწილობრივ გამოიყო რაღაც ნაწილები, კიდე რაღაც ნაწილები მომავალში ალბათ კიდევ გამოეყოფიან. რაღაც დეცენტრალიზაციის პროცესები არის დაწყებული, პრეზიდენტი, რომელიც ოცნებიდან იყო არჩეული, რაღაც სხვა პოლიტიკის თამაში წამოიწყო. ხანდახან ნაციონალურ მოძრაობასთანაც იგივდება თავისი პოლიტიკური ქმედებებით. საინფორმაციო საშუალებები ისევ დღემდე საინფორმაციო საშუალებებს აკონტროლებს ფაქტიურად ნაციონალური მოძრაობა და მისი იდეოლოგია, ასე ვთქვათ. ჩვენ, რომელსაც ამხელა გამოცდილება გვაქვს ბატონო სოსო, პოლიტიკური ცხოვრების 87 წლიდან მოყოლებული, რას გძნობ და რას ხედავთ? უპირველეს ყოვლისა უნდა ვთქვათ, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნები ეს არის ერთ-ერთი უდიდესი დღე საქართველოს უახლოეს ისტორიაში, ვინაიდან მოხდა მშვიდობიანი არჩევნების გზით ერთი ხელისუფლების გასტუმრება და მეორე ხელისუფლების მოსვლა. თუ მოკლედ შევაფასებთ ჩვენ იმ გასულ 9 წელს, ანუ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდს, ჩვენ გვექნება ასეთი ვითარება, რომ სააკაშვილს გააჩნდა არნახული მხარდაჭერა, ასე ვთქვათ, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. ამერიკის შეერთებული შტატები შეიძლება ითქვას, რომ არის ძირითადი გარანტი საქართველოს დამოუკიდებლობისა. უფრო შერეულ წარსულში თუ ვიტყვით, ესე იგი საქართველოს ხელის დამოუკიდებლობა ბოლშევიზაციის დროს 21 წელს, იმიტომ დამოუკიდებლობა იმიტომ ვერ გაძლოთ დიდხანს, რომ მას არ ყავდა მყარი გარანტი, ასე ვთქვათ, საერთაშორისო გერმანიამაც და ანტანტამაც ფაქტიურად უარყო ჩვენი მფარველობა. ვერ გავუძლო, ეს იყო გარკვეული ობიექტური და სუბიექტური ფაქტორებით განპირობებული და ეს დამოუკიდებლობა, რომელიც დღეს გვაქვს, ეს არის ამის უპირველესი გარანტი ცხადია გახლავთ ამერიკის შეერთებული შტატები.
არის მოსაზრება და ამ მოსაზრებას აქვს გარკვეული დადასტურებაც, რომ ისეთი ქვეყნები, როგორიც არის საქართველო, ანუ განვითარებადი ქვეყნებს, აქ სჭირდება თავდაპირველად ძლიერი ხელი, შესაძლებელია იყოს დემოკრატიის პრინციპები გარკვეული წლების მანძილზე შეზღუდული, მაგრამ უნდა განვითარდეს ეკონომიკა, უნდა მოიდგას ამან ფეხი, შემდგომში ესე იგი უნდა გაძლიერდეს საშუალო ფენა, შემდეგში უნდა გაჩნდეს დემოკრატიის უფრო მეტი დოზით მიღების მოთხოვნები და ისეთი ქვეყნები როგორც არის სამხრეთ კორეა, მაგალითად სინგაპური, ტაივანი და ასე შემდეგ, სწორედ ამ გზით წავიდნენ თავის დროზე და მივიღეთ უბრალოდ დღეს სოფლიო მიიღო განვითარებული ქვეყნები, ეკონომიკური აფეთქება სინგაპურის მაგალითად. ამგვარი რამ შეიძლებოდა განვითარებულიყო ამ საქართველოშიც, რომ არ ყოფილიყო ერთი მომენტი. ეს იყო რაღაც ავადმყოფური სისასტიკე, სადიზმამდე მისული და თვითონ მართველი რგოლის კორუმპირებულობა. აქ არ იყო არავითარ ის ადამიანები, ვინც მართავდნენ იმ ქვეყნებს, თვითონ ასკეტები იყვნენ. ახლა კორეის ის უბრალოდ სინგაპურის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ამ დღეებში გარდაიცვალა სხვათა შორის და ძალზე ბევრი ინფორმაცია გამოქვეყნდა მის შესახებ, როგორ ცხოვრობდა, როგორ უძღვებოდა ქვეყანას, ისე პაკ ჯონ-ხი, რომელიც იყო სამხრეთ კორეის პრეზიდენტი და ასე შემდეგ. აქ რას ხედავდეთ? აქ ხედავდეთ იმას, რომ საზოგადოების ერთი ნაწილის მიმართ იყო სანქციები უმკაცრესად გამოყენებული, ხორციელდებოდა რაღაც შერჩევითი სამართალი. ისინი ციხეში იტანჯებოდნენ, ზოგს კლავდნენ, ზოგს აწამებდნენ, ზოგს აუპატიურებდნენ და მეორე ნაწილი, რომელიც ჩადიოდა ასევე დანაშაულს, იყო ხელშეუხებელი ფაქტიურად და ასე ვითარდებოდა ქვეყანა. ერთ შემთხვევაში თუ საერთოდ აუხსნელად, ასე ვთქვათ, არაადეკვატურად ამკაცრებდნენ სასჯელებს, გირგვლიანის კვლელების შემთხვევაში სასჯელები ფაქტიურად შეამსუბუქეს და გარდა ამისა, ეხლა ჩანს თუ როგორი კორუფცია იყო ზედარგოლებში გამეფებული იმ დროს. ამას მოყვა კიდევ ეს ომი, 2008 წლის ომი, რომელსაც შეფასება აქვს, ეხლა ზოგი თუ გამოთქვა ადამიანმა თავისი აზრი, ვის მიერ იყო და ვიპროვოცირებული და ვის მიერ იყო ეს ბრძოლები დაწყებული, შეიძლება ქვეყნის მოღალატედ შერაცხოს ვიღაცა, მაგრამ ტალიავის კომისიის დასკვნა არსებობს და ყველას შეუძლია წაიკითხოს ეს დასკვნა. იქ რუსეთის ხელისუფლებაც არის დადანაშაულებული იმისათვის, რომ გარკვეულწილად შექმნა ფონი და პროვოცირების არაადეკვატურად გამოიყენა ძალა. გამოიყენა არაადეკვატურად და საქართველოს ხელისუფლება ვინაიდან რომელიც წამოეგო ამ პროვოკაციას. აქ იყო უდიდესი სიფრთხილე საჭირო, ამ ომმა კიდევ დაწია წლობით საქართველოს უკან და ფაქტიურად შეამცირა, ასე ვთქვათ, საქართველოს ტერიტორიები გარკვეული დროით და ალბათ ძალზე დიდი დროით. აი ასეთი ვითარება ჰქონდა ჩვენ. საქართველოს სასამართლო რომ არ არსებობდა სასამართლოს დამოუკიდებლობა, ეს იყო ამათ მე მგონი ყველა ხედავდა. სურაბადეიშვილის კაბინეტში იყო სერვერი, საიდანაც კონტროლდებოდა სასამართლო მთლიანად და ფაქტობრივად ეს უკვე ყველასათვის ცნობილია. და მთელს მოსახლეობას გაუჩნდა ყოველ შემთხვევაში უდიდეს ნაწილს გაუჩნდა უსამართლობის განცდა ამ ქვეყანაში. და როდესაც უსამართლობის განცდა უჩნდება და როდესაც უჩნდება იმ ადამიანს, რომ ჩემთვის არსებობს ერთი სამართალი და ხელისუფლებაში ყოფი პირებისათვის აბსოლუტურად სხვა სამართალი, აქ უკვე განვითარებაზე და სახელმწიფოებრივ აზროვნებაზე საუბარიც კი ზედმეტი. ამიტომ ის მიზანი თუ ეს წინა ხელისუფლება მიზნად ისახავდა იმას, რომ გარკვეული დემოკრატიის გარკვეული შეზღუდვებით უნდა მიეღწია ეფექტისათვის, ეს არ გამოვიდა სამწუხაროდ, არ გამოვიდა მათივე მიზეზით და მათივე დანაშაულით. რაც შეეხება დღევანდელ ხელისუფლებას, მათი სათავეში მოსვლისთანავე ჰქონდა ორი მთავარი ამოცანა. პირველი ამოცანა ის იყო, რომ საერთაშორისო ასპარეზზე უნდა მიეწვდინა საერთაშორისო საზოგადოებისათვის ის თუ ვინ არის თვითონ ეს ხელისუფლება, რა პრიორიტეტებს ისახავს მიზნად. ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებასთან მაქსიმალურად უნდა ქონოდა თბილი ურთიერთობა. რასაკვირველია ეს, ასე ვთქვათ, გინების რეჟიმი უნდა გადაედო გვერდზე რუსეთის ხელისუფლებასთანაც და ეს კი გაკეთდა, მაგრამ იმ ხელისუფლებასთან ვერ არის ისეთი ურთიერთობა, როგორც საჭიროა, როგორც მე ვხედავ და მეორე იმ ხელისუფლებასთან ამერიკას გულისხმობ. რასაკვირველია ამერიკის შეერთებული და მეორე რაც არის აუცილებელი, ეს იყო
სამართლიანობის აღდგენა. სამართლიანობის აღდგენა მიზანმიმართულად, თანმიმდევრულად უნდა მოხდარიყო რეფორმები პროკურატურაში, სასამართლოში უფრო რთული იყო რეფორმების განხორციელება, მაგრამ უნდა განხორციელებული იყო ესეც, უპირველეს ყოვლისა ეს ეხებოდა იუსტიციის საბჭოში სათანადო ცვლილებებს და უნდა ყოფილიყო ეს ყველაფერი გამჭვირვალე, უნდა ცოდნოდა მოსახლეობას და იმ დაზარალებულ ადამიანებს, უნდა ცოდნოდათ, რომ მათ მიმართ აღდგა სამართალი და თუ დღეს არ აღდგა, ხვალ აღდგება ეს სამართალი. სამწუხაროდ აქ ხედავთ პრობლემებს აზე სერიოზულს, პრობლემები მდგომარეობს იმაში, რომ მე არ ვიცი დღეს, ესე იგი საქართველოს რა კურსი აქვს საერთოდ საგარეო რომელი მაგიარც მე ვიცი ბატონო საქართველო ვერ გავარკვია. საქართველი მეომრები კვლავაც არიან მასში ავღანეთში, თითქოს ნატოშიც მივიღეთ რაღაც სტატუსი, ასე ვთქვათ, ოქროს ბარათი თუ რაც ეწოდება იმას. მეორე მხრივ ხედავთ, რომ აბსოლუტურად გაცილებულია რაღაც ეს არის რაღაცა ეტიკეტის დონეზე დასული. რისი ბრალია? ეს არის ჩემი აზრით იმის brალი, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ვერ შეძლო ახსნა თავისი პრინციპების და ასევე არ ასრულებს იმ რჩევებს, რომელსაც მას აძლევს ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება. და არც ხალხის რჩევებს არ ასრულებს და. ხო, გეტყვით. როდესაც ხდება, თქვათ, მათი მხრიდან მიწოდება იმ აზრისა და ეს ყოველთვის ატარებს რაღაცა მოსაზრების ან რაღაც ესეთი ეტიკეტური ფორმას, ასე ვთქვათ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიმართ არ არის საჭირო, ასე ვთქვათ, სისხლის სამართლის საქმის აღზრდას, ეს არის პოლიტიკური საკითხი და ეს არ არის მარტო იურიდიული საკითხი და როდესაც ამას არ ისმენს ხელისუფლება, ამას მოყვება სათანადო რეაგირება და რეაგირება დავინახეთ ჩვენ უკრაინაში. ეს არის 2x2 და რეაგირება დავინახეთ იქ, რომ ევროპის თქვენ გონიათ, რომ ამ შემთხვევაში დასავლეთი მართალია და ჩვენ უნდა დაუჯეროთ დასავლეთს. მე გეტყვით, როგორ არის აქ ვითარება. მე ამის შესახებ უცხოეთშიც მომისმენია ლექციები. აქ არის პოლიტიკური მიზანშეწონილობის საკითხი დგას ამ შემთხვევაში. შესაძლებელია პირველი პირი ქვეყნისა და რაღაც მართლა რაღაც გადაცდომა და დანაშაული ჩადენილი, მაგრამ პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, იქიდან გამომდინარე, რომ ამას შეიძლება დააზარალოს ქვეყნის უსაფრთხოება, ქვეყნის იმიჯი და ასე შემდეგ, არ იყოს პოლიტიკური მიზანშეწონილებიდან გამომდინარე, რამდენიმე პირის მიმართ, უპირველეს ყოვლისა ამ შემთხვევაში ერთი პირია საერთოდ ამ შემთხვევაში სააკაშვილი, ამ პირის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღზრდა. რა მოხდა ჩვენ რამდენი შეგეკამათებით? სამხრეთ კორეის 1-8 პრეზიდენტია დაჭერილი. სამხრეთ კორეა ითვლება ამერიკის ერთ-ერთ მოკავშირე ქვეყანად. თუ სამხრეთ კორეაში შეიძლება მსგავსი რაღაცა გაკეთდეს, თუ საფრანგეთში შეიძლება პრეზიდენტი ციხეში აღმოჩნდეს, გერმანიაში, იტალიაში, მაშინ საქართველოს რა არ შეიძლება რომ იგივე არის ესეთი ვითარება. ეხლა მე მაგალითად მოსვის მაქვს ამდენიმე საქმე, მაგალითად ჰოლანდიის სამეფო ოჯახში მოხდა ესეთი რამე, კიდევ სხვაგანაც არის. როდესაც სახეზია, ასე ვთქვათ, დანაშაულის ნიშნები, მაგრამ გამომდინარე იქიდან რომ ამან ქვეყანა შეიძლება უფრო მეტად დააზარალოს, ვიდრე ამ ადამიანის პასუხისგებაში მიცემა, აქ არის არჩევანი გასაკეთებელი. ეს არის ცალკე დარგი და მიმართულება ფაქტობრივად სამართალში, რომელიც ახალია ფაქტობრივად. რაც შეეხება თქვენს მიერ ნახსენებ მაგალითებს. კორეაში რასაკვირველია მოხდა როდეუს გასამართლება, მაგრამ ეს მოხდა რამდენი სამ პრეზიდენტი გამოსამართლეს როდეუს. მაგრამ არ მოხდა რა პირველი პრეზიდენტის ეს იყო პაკ ჯონ ხი, რომელიც გარდაიცვალა და არ მოხდა რა მისი გასამართლება და ამ პრეზიდენტების გასამართლებაც მოხდა ათეული წლების შემდეგ, მას შემდეგ რაც კორეა ეკონომიკურად გაძლიერდა, გაიზარდა და ასე შემდეგ. კი ბატონო, ხდება პასუხისგებაში მიცემა გარკვეული პირებისა, მაგრამ ეს ქვეყნები არიან უკვე ეკონომიკურად იმდენად მომძლავრებული და იმდენად ძლიერი ადგილი უჭირავს საერთაშორისო ასპარეზზე, რომ მათთვის უკვე მათზე ზეგავლენას ვერ ახდენს გასაგებია, მაგრამ ახლა მე სამხრეთ კორეის რეჟიმს ვერ შევადარებ ნაციონალურ მოძრაობის რეჟიმს, რომელიც დაახლოებით ფაშისტურ რეჟიმს უტოლდებოდა. არიან გარკვეული პირები დაჭერილები, გარკვეული პირები დასჯილები, მაგრამ ჩვენ რა მივიღეთ, მოდი ეს დავინახოთ. ჩვენ მივიღეთ ის, რომ ფაქტობრივად ღიად და გამომწვევად შეიძლება ეს ვიტყვა ყველაზე სწორია ალბათ, რომ ინიშნებიან თანამდებობებზე უკრაინის ჩვენი მოკავშირე ქვეყნის ფაქტობრივად უმაღლეს თანამდებობებზე და ეს როგორ ფიქრობთ ჩვენ ახლა პოროშენკოს დონეზე ხდება ეს არა რა თქმა უნდა ამერიკის შეერთებული შტატების ევროპარლამენტში ესე იგი ძებნილი და ასე ვთქვათ ბრალდებული პრეზიდენტი
მოქმედ პრეზიდენტთან ერთად ესწრება ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას. ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ ამით ქვეყანამ უდიდესი ზიანი მიიღო ამ ნაბიჯებით. ასაკებია, მაგრამ ზიანი მიიღო ასევე ამერიკამაც, რომლის გამოც საქართველოში ანტიამერიკული განწყობა იმის გამო, რომ სააკაშვილს ესე მფარველობენ, გაიზარდა. ყველა სოციოლოგიური კვლევა მე არ ვლაპარაკობ აირაის ჩატარებულ კვლევებზე, ჩვენც ვატარებთ კვლევებს და სხვა ორგანიზაციებიც მიუთითებს, რომ ანტიამერიკული განწყობა იზრდება ქვეყანაში. საქმე არის ის, რომ ხა ამერიკა თუ აწყობს ამერიკას, რომ საქართველოს მოსახლეობაში ანტიამერიკული განწყობა გაიზარდოს იმის გამო, რომ სააკაშვილს მფარველობს და მის დამნაშავე გუნდს, ეს მისი გადასაწყვეტია. არის ის, რომ ჩვენ უნდა შევხედოთ ჩვენ გადასახადს, ასე ვთქვათ. ჩვენ პრიორიტეტები. ჩვენი პრიორიტეტი ამ შემთხვევაში არის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების გაძლიერება და ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერება. თუ ეს არის პრიორიტეტები და ამას ეს იქნება პრიორიტეტი. ამაში ვცვლით სააკაშვილს, მაშინ კი ბატონო, არაფერი პრობლემა. თქვენ ამბობთ, თუ კარგად გავიგე, რომ თუ ჩვენ სააკაშვილს ხელს მოვკიდებთ და მოვითხოვთ სააკაშვილის დასჯას, ამითი შეიძლება ქვეყნის დამოუკიდებლობა შეუქმნათ საფრთხე? დამოუკიდებლობას არა, ქვეყნის ეკონომიკურ ძლიერებას, ქვეყნის იმიჯს საერთაშორისო ასპარეზზე. დამოუკიდებლობა არ არის ჯერჯერობით დღის წესრიგში რასაკვირველია, მაგრამ უკვე ფაქტია ის, რომ ძებნილი და ბრალდებული პირები მეორე სახელმწიფოში ინიშნებიან მაღალი თანამდებობაზე. ფაქტიურად შეიძლება თქვა სილა გააწნა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას. ეს მოდი ვთქვა ესე მოდი დაუსვათ ჩვენ თავში შეკითხვა, რატომ მოხდა ეს ყველაფერი? რატომ ვერ შედგა მე პირადად ვადანაშაულებ იმ ორგანიზაციას, რომელმაც შესაბამისი დასაბუთებული ბრალდებები ვერ წარუდგინა სააკაშვილის ბრალეულობაზე და მხოლოდ პალტოზე მოედავნენ და სხვადასხვა საკითხებზე. ანუ მე არაკომპეტენტურობის საკითხს წამოგწევდი პირველ რიგში, რომელიც თქვენც ბრძანეთ, რომ სამართლებრივი სისტემის რეფორმა უნდა მოხდარიყო სწრაფად და ძალიან ხარისხიანად. მე გაგახსენებთ, რომ სააკაშვილი როგორც კი ხელისუფლებაში მოვიდა, იმ წუთშივე მოახდინა სამართლებრივი რეფორმა. მე ეს რეფორმაში მე შორსა ვარ იმისაგან, რომ ძალიან დემოკრატიული გზით მოახდინა. მან დაიბარა პიროვნებები და უთხრა, თქვენ უნდა დაწეროთ განცხადება და წახვიდეთ. და მოიყვანეს ის ხალხი შინაგან საქმეთა სამინისტროშიც, პროკურატურაშიც, სასამართლოებშიც, რომელიც მათ ჭირდებოდა და მათ აწყობდათ. ესე იყო. ამ ხელისუფლებამ ვერ მოახერხა საკუთარი კადრების, ანუ პატიოსანი და ღირსეული კადრების წამოწევა წინ. როგორც ერთი ჩვენი ბრძენი წინაპარი ამბობდა, სტალინი, კადრები წვითავენ ყველაფერს და სამწუხაროდ დღეს საკადრო პოლიტიკას ვხედავთ რა მდგომარეობაშიც არის ჯოკია ბოდოკიას ხარჯზე. მე ყველაფერში გეთახმებით თქვენ, ერთი რას თქვენ ბრძანებთ, ანუ რეფორმა პროკურატურაში, რეფორმა სხვა უწყებებში, ეს არის ერთი ასპექტი ამ ყველაფერს. მეორე ასპექტი არის ის, რომ უნდა მოხდარიყო საგარეო ფრონტზე, ასე ვთქვათ, გარღვევა. ანუ ეს არის ორი ერთდროული პროცესი. უნდა მომხდარიყო ახლო ურთიერთობაში შესვლა ამერიკის ხელისუფლებასთან და ეს არის უაღრესად რთული საკითხი. ერთი არის დიპლომატიისა და ეტიკეტის დონეზე ურთიერთობა და მეორე არის რომ ეს ურთიერთობა გახდეს მეგობრული, ასე ვთქვათ, რეალურად. გასაგებია, ვერ მოახერხა. რასაფრთხე ელოდება, ბატონო სოსო, გასაგებია, რასაფრთხე ელოდება. მეორე ეს არის, რასაც თქვენ ბრძანებთ. საქართველოს ხელისუფლებას რასაფრთხე ელოდება ამის გამო, რომ მან ვერ მოახერხა ამერიკის შეერთებული შტატებთან იმ ურთიერთობის დალაგება, რომელიც თქვენ აღნიშნეთ და ნაწილობრივ გეთანხმებით კიდევაც, ვერ მოახერხა პიარის განხორციელება, ვერ მოახერხა ლობისტური საქმიანობის განხორციელება, ვერ მოახერხა გამოკვეთილი საგარეო პოლიტიკის განხორციელება, ვერ ახერხებს, რომ ეკონომიკური პოლიტიკა, რომელსაც ის ატარებს, არაჩენს იმ შედეგებს, რა შედეგებსაც ის აღწევს და არადა აქვს შედეგები, მაგრამ რატომღაც ამის დაპიარებას არ ახდენს და რაც უდავოდ არასწორია, ვერ მოახერხა სამართლიანობის აღდგენა, ანუ თუ ეს გრაფიკულად ავიღებთ, ყველა მხრიდან ფაქტიურად მინუსები ემატება აღნიშნულ ხელისუფლებას. რა საფრთხე შეიძლება დაემუქროს მას? მით უმეტეს, რომ მე ახლა შევეხები იმ ძალიან ცუდ ფაქტებს, რომლებიც აი სულ ახლა ხანს მოხდა, მე სამძიმარს უცხადებ განსვენებულის ოჯახს, ბატონი ბესო ხარძიანის, ჩემი ძალიან ახლო მეგობარი ადამიანი იყო, რომელმაც იტანჯა ციხეებში, ბევრჯერ ციხეებში შევხვედრილ ვართ ერთმანეთს და იქაც გვისაუბრია. ნუ სამწუხაროდ ესეთი ფაქტები ქვეყანაში, რომელიც დემოკრატიისკენ მიდის და რაღაცა ევროპისკენ მიდის,
ესეთ ფაქტები არ უნდა ხდებოდეს. თუმცა მანამდე მოხდა უფრო საზარელი ფაქტი. ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება სამართლიანობის აღდგენისთვის იბრძოდა, მოკლული იქნა საკუთარი შვილის სასაფლაოზე ცინიკურად. მანამდე მოხდა ფაქტი, რომელიც რატომაც ყველა თვითმკვლელობად აღიარა, თუმცა მე მაშინ ვამბობდი, რომ ეს იყო მკვლელობა და ძალიან დახვეწილი მკვლელობა იყო, ეროსკი ძმარიშვილის მკვლელობა. ეს ყველაფერი საითკენ შეიძლება რომ ამ ყველაფერმა ჩვენ წაგვიყვანოს? თუ ჩვენ ზოგად ჭრილში შევხედავთ ამას, მე ვფიქრობ, რომ არ არის რთული არ იქნება პასუხის გაცემა. ვინაიდან თუ შენი დამოუკიდებლობის გარანტი ფაქტიურად აციებს შენთან ურთიერთობას, ეს ნიშნავს იმას, რომ შენი დამოუკიდებლობაც სუსტდება გარკვეულწილად. სადამდე მიგვიყვანს, ეს არის ძალზე რთული საქმე და უკვე ეს არის უკვე დაკონკრეტება ამ საკითხისა. მე ვფიქრობ, რომ უკანასკნელი წლების მანძილზე, როდესაც ხდებოდა საქმეების გამოძიება, მე ამ საქმეების თაროზე შემოდება, როდესაც ხდებოდა ფარული კონტაქტების დამყარება იმ დამნაშავე ელემენტებთან, ასე ვთქვათ, ვისაც ხელი ჰქონდა გასროლილი, ასე ვთქვათ, 1000 დანაშაულში ქონების წართმევაში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, როდესაც ის ადამიანები, ვინც აწამებდნენ სხვებს კვლავ თანამდებობაზე რჩებიან, ეს არის პირდაპირ საბოტაჟი სახელმწიფოს წინაშე. ეს აკეთებს ამ საბოტაჟს. ეს უკვე არის გამოსაძიებელი, მე მაქვს ჩემი მოსაზრებები, მაგრამ ეს არის ნამდვილად გამოსაძიებელი საკითხი. რატომ არ ხდება? რატომ არის ეს ყველაფერი ზერელე, ზედაპირული? რატომ არ ხდება ამ საქმეების გამოძიება? რატომ ატარებს ეს კამპანიურ ხასიათს? რატომ ვერ უნდა თუ ჩვენ ვაღიარებთ, რომ სასამართლოები უსამართლო გადაწყვეტილებებს იღებდნენ და არის უამრავი უკანონო განაჩენი, რატომ არ არსებობს მექანიზმი ამ განაჩენების გადასინჯვის? ის რაც პროკურატურაში შეიქმნა, ის ვერ შეეხება საერთოდ სასამართლოს განაჩენს, ეს აბსოლუტურად ცხადია და ის რაც შეიქმნა, ეს უნდა შექმნილიყო დაახლოებით წელიწადნახევრის წინ, რომ დაძრულიყო საქმე და მე მეჩვენება, რომ ესეც რაღაც ზედაპირულ ხასიათს ატარებს ეს ყველაფერი. ამიტომ დროულად უნდა მოხდეს უკვე რეალურად ვითარების გააზრება. რეალურად საგარეო კუთხითაც უნდა მოხდეს ამ ვითარების გააზრება და უნდა მოხდეს სამართლიანობის აღდგენის თვალსაზრისითაც. იმიტომ რომ მოსახლეობა არის გაურკვეველ ვითარებაში. და ეკონომიკურადაც პრობლემები აქვს. ადამიანებს კლავენ, ახლა თუ ის ადამიანები დამნაშავეები იყვნენ, ვინც იური ვაზაგაშვილის შვილი მოკლა, რატომ ელოდებოდნენ, ესე იგი იური ვაზაგაშვილის სიკვდილს და რატომ მოხდა მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ ამის გაკეთება? თუ ის ადამიანები დამნაშავეები არიან, ვინც ბესოხარძიანს ბიზნესი წაართვა, რატომ არ არის ამ ადამიანების წინააღმდეგ საქმე აღძრული და საერთოდ განაჩენები რატო არ არის დაყენებული? და როდესაც ეს ადამიანები მიკვდებიან, მხოლოდ მაშინ უნდა მოხდეს მათი საქმეების გააქტიურება, თუ როგორ არის საქმე? ეს ძალიან საინტერესოა. ეს კითხვები მეც მაქვს ხელისუფლებასთან სამწუხაროდ. ეს არ მოიწევს არ შედეგს. მე პირდაპირ ვიტყვი, რომ მე მინდოდა რომ ოცნება ყოფილიყო ის ხელისუფლება, რომელსაც მთელი ქართველი ერი კლავაც ხარს დაუჭერდა, მაგრამ მთელი რიგი შეცდომები, რომლებსაც ისინი უშვებენ, მთელი რიგი კითხვებს აჩენს მათ მიმართ, რომელზეც პასუხი არ არის. თუ გინდათ მარტივ მაგალითს გეტყვით, კოჩა ზასოხოვი, რომელიც ერთ-ერთი ბიზნესმენი იყო და სააკაშვილის დროს მოგონილი ბრალდებებით დევნილი აღმოჩნდა, დღემდე ვერ ბრუნდება საქართველოში, იმიტომ რომ სააკაშვილის დროინდელი სისხლის სამართლის საქმეა მასზე აღძრული. ასევე ზურა ლობჟანიძე, რომელიც ბიზნესმენი იყო, ასევე დევნილი არის და ასევე ვერ ბრუნდება. მთელი რიგი ბიზნესმენები, რომლებსაც ქონებები წაართვეს, ამ ქონებებს ვერ იბრუნებენ, იმიტომ რომ გადაწყვეტილებას ვერ იღებს პროკურატურა. 2 წლის თავზე პროკურატურა ქმნის რაღაც ახალ განყოფილებას, ერთი სართულიდან ჩამოყავს მეორე სართულზე, ქმნის რაღაც განყოფილებას. მერტ მაქნას რომ ამან რამე გააკეთოს, მაგრამ ცოტა ეჭვი მეპარება. თქვენ ხართ ორი გახმაურებული საქმის და მრავალი გახმაურებული საქმის ადვოკატი. ერთ-ერთი უმთავრესი ეხება ინტელექტ ბანკის საკითხს. მე არ მინდა რომ შემთხვევა ხელიდან გაუშვა და შეგეკითხოთ. ცოტა ხნის წინ პრესკონფერენცია მოაწყვეს ინტელექტ ბანკის დამფუძნებლებმა, სადაც აქტიურად გაილაშქრეს რომან გოცირიძეს, რომელიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იყო, გიორგი ქადაგიძესა და საქართველოს ბანკის წინააღმდეგ, რომელიც ტრიუმვირატმაც მოახერხა და დაიპყრო ბანკი ფაქტიურად სარეიდო დაპყრობა განახორციელა ბანკის. და როდესაც მე ვახსენებ, წეგან ვახსენებ სწორად, რომ მთელი რიგი საქმეები უკვე გამოძიებულია და თაროზეა შემოდებული, ერთ-ერთი საქმე არის სწორედ ინტელექტ ბანკის საქმე. იქ იმდენად აშკარაა დარღვევები, როდესაც ერთ დღეში მოხდა ერთი ბანკის ფაქტობრივად წართმევა მესაკუთრეებისათვის და მეორე ბანკისათვის გადაცემა,
ისე რომ მესაკუთრეებს არც გააგებინეს. ისე რომ მესაკუთრეებს არ გააგებინეს, როდესაც ეს მოხდა რაღაც პოლიციური რეიდის შედეგად, ამაში ჩაბმული იყო თანამდებობის პირები და ასე შემდეგ. მე დარწმუნებულია პრეზიდენტი სააკაშვილიც კურსში იქნებოდა ამ ოპერაციის. ხო, ეხლა რადგან გამოძიება მიმდინარეობს ამ საქმეზე, პრინციპში დავტოვოთ ეს საკითხი გასარკვევად დავუტოვოთ თვითონ გამომძიებლებს, მაგრამ ფაქტია, რომ ამ საქმეზე არის ფაქტობრივად ყველა ადამიანი დაკითხული, დაზარალებულებიც დაკითხული არიან, გარკვეული პირები, ვინც მონაწილეობას იღებდნენ, ისინიც დაკითხული არიან, ვიცი რომ ეს საქმე არის გამოძიებული, გადაწყვეტილება უბრალოდ მისაღებია, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილებაა მისაღები იმის თაობაზე, რომ გარკვეულ პირებს უნდა წაეყენოთ ბრალდება და გარკვეული ადამიანები უნდა იყვნენ დაზარალებულად ცნობილი. ასეთი საქმე არის ათეულობით. ეს არის ერთ-ერთი ნიმუში იმისა, თუ რა უკანონობა ხდებოდა და როგორ ხდებოდა ადამიანებისათვის ქონების წართვება ყოველგვარი კანონიერი საფუძვლის გარეშე. აი ახლა მეორე საკითხი, კაბელების საქმე, რომელიც შეიძლება ითქვას ერთ-ერთი გახმაურებული საქმეა და ამ კაბელის საქმეს მოყვა ის, რომ კინაღამ დაიშალა ალიანსი ოცნების. დიახ, ახლა მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ იმაში, რასაც ვამბობ, იმიტომ რომ უკანასკნელი 5 თვის განმავლობაში ფაქტობრივად 24 საათიან რეჟიმში ვსწავლობდი ამ საქმეს და ამიტომ ვიცი ყველა დეტალი ამ საქმისა. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ის ადამიანები, რომლებიც არიან დაპატიმრებული აბსოლუტურად უდანაშაულოდ და ეს რა მოხდა მაშინ? ჩემთვის კი არ არის ცნობილი, არამედ ცნობილი არის ბრალდების ხარისხი და ძალიან კარგად. და მაშინ რატო არ შეერა? მე გეტყვით ამის შესახებ, მოხდა ის, რომ დაიდო ხელშეკრულება დაიდო თავდაცვის სამინისტროსა და კომპანია სილკნეტს შორის. მიიჩნევს ბრალდების ხარისხი, თავდაცვის არც ერთ ამ პირს ეს ხელშეკრულება არ გაუფორმებია ცხადია. სხვადასხვა დონეზე ეს ადამიანები იღებდნენ მონაწილეობას ამ ხელშეკრულების ან მომზადებაში, გარკვეულწილად, მაგრამ ესენი არ იყვნენ არც გადამწყვეტი და არც ასე ვთქვათ, არც მათ მარცომიერ მფლობელობაში ყოფილა ეს თანხები. რაც თავარია, ამ ხელშეკრულებით სახელმწიფომ ამას ადასტურებს ექსპერტიზის დასკვნა უკვე ჩვენი, რომ მილიონობით ლარის შემოსავის მიიღოთ, ლარი დაზოგა, ასე ვთქვათ, კი არ გაუფლანგავს, პირიქით დაზოგა. თვითონ ის ფაქტი, რომ ეს ხელშეკრულება მოწონებული იყო მთავრობის მიერ, ხელი მოაწერა მინისტრის მოადგილემ, გატანილი იქნა ფინანსთა მინისტრის მიერ მთავრობის ხდომაზე, პრემიერ-მინისტრის ხელმოწერით არის ეს თანხა გამოტანილი, თავდაცვის მინისტრის მოადგილის რეზოლუციით არის ეს თანხა გადარიცხული. და კიდევ სილკნეტის მხრიდან საერთოდ არც ერთი ადამიანის პასუხისმგებლობა არ დგას. ეს არის ისეთი აბსურდი, რომ ესე იგი უბრალოდ შეუძლებელია უფრო მეტი აბსურდი არსებობს. რა გამოიწვია ესეთი ქმედება მაშინ? ამის ახსნა არსებობს, ესე იგი აქვს ირაკლი ალასანიას, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ის აცხადებს, რომ ამას პოლიტიკური მიზეზები ჰქონდა ყველაფერს საფუძვლად. მე არ მინდა ახლა პოლიტიკის სფეროში გადავიყვანო ეს დავა. მაგრამ მე შევეცდები ბატონი ირაკლი ალასანიას. მე უბრალოდ ერთი რამე მინდა ვთქვა, რომ ეს ადამიანები აბსოლუტურად უდანაშაულო. ნებისმიერ პროკურორს, ნებისმიერ ექსპერტს, ნებისმიერ მეცნიერს შემიძლია რომ შევხვდე პირდაპირ თქვენს ეთერში, სხვა ეთერში და დაუსაბუთო ის, რომ საერთოდ არის აცდენილი სამართალს ეს დიდი სიამოვნებით. მე შევეცდები პროკურატურის თანამშრომლებით თუ ისინი სურვილის გამოთქვამენ, დიდი სიამოვნებით მოგიწევთ და ისაუბრეთ. საბწუხაროდ ბატონო სოსო ჩვენი გადაცემის დრო ამოიწურა, ძირფას ტელემაყურებლებო უდაოდ ძალიან საინტერესო გადაცემა გამოვიდა. მადლობა ბატონო სოსო იმისთვის, რომ გამონახეთ და მოგზანდით. მე კი შეგახსენებთ, რომ ჩემი სტუმარი იყო ბატონი სოსო ბარათაშვილი და მე გაზეთ ჯორჯიენტაევს გამომცემელი ასევე და გადაცემის წამყვანი მალხაზ გულაშვილი გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. მადლობა.